სუზი ცხვარი პეპას საუკეთესო მეგობარია, თუმცა მათი მეგობრობა არასდროს ოფილა ეჭქვეშ. ქვეშ სუზის ოჯახი მთელი შოუს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლოა. დაკარგული ნათესავები, პასუხგაუცემელი კითხვები და დეტალები, რომლებიც შოუმ არასდროს აუხსნა. დღეს ჩვენ ყველა მათგანს განვიხილავთ. დავიწყოთ ყველაზე აშკარით. სუზის მამა. დედა ცხვარი გამოჩენილა ათეულობით ეპიზოდში ყველა სეზონში, მაგრამ მამა ცხვარი არასდროს გამოჩენილა არც ფოტოში, არც შემთხვევით მოხსენიებაში. ისეთი შთაბეჭდილება თითქოს საერთოდ არ არსებობს. და ეპიზოდში ცეკვის წვეულების ავტობუსი, როცა პეპა ასწავლის როგორ იცეკო მამასთან, სუზი ამბობს, მაგრამ მე არა. შენ დგახარ მამის ფეხებზე, მაგრამ მე არა. თუ შენ დგახარ მამის ფეხებზე. მამის არ ყოფნას კიდევ უფრო ადასტურებს ის ფაქტი, რომ ამ შოუში თითქმის ყველა ოჯახში ორივე მშობელია და ეს არ ყოფნა ნამდვილად უცნაურია. მაშ, სად არის ის? არსებობს რამდენიმე თეორია. პირველი თეორიაა, რომ მამა ცხვარი გარდაიცვალა, რაც დედა ცხვარს ქრივად აქცევს. ოჯახები, რომლებმაც ვინმე დაკარგეს, ხშირად ერიდებიან მათზე საუბარს, რათა თავი აარიდონ ტკივილს. რაც ახსნიდა, რატომ არავინ ახსენებს მას შოუში. თვითონ სუზიც კი. მეორე თეორია განქორწინება. და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სუზიც კი არ ახსენებს მამას, თუ მისი მშობლები მართლაც დაშორდნენ, ეს აშკარად მეგობრული განშორება არ ყოფილა. რაცა უნდა მომხდარიყო, შოუ ამაზე უკვე 20 წელზე მეტია სრულიად დუმს. მაგრამ აი რაც კიდევ უფრო უცნაურს ხდის ამ ყველაფერს. მამა ცხვარი ერთადერთი დაკარგული მამაკაცი არ არის ამ ოჯახში. სუზის მხარეს ყველა ნათესავი, ვისაც კი შეხვედრივ ვართ, ქალია. ჩვენ შევხვდით დედა ცხვარს, ჩვენ შევხვდით ბებია ცხვარს, ჩვენ შევხვდით შარლოტას, სუზის ბიძაშვილს, მაგრამ არც ერთი მამაკაცი წევრი ცხრების ოჯახიდან არასდროს გამოჩენილა. რაც აშკარა კითხვას აჩენს. ეს საერთოდ როგორ არის შესაძლებელი? სუზის მამა აუცილებლად უნდა ჰყოლოდა. დედა ცხვარს მამა აუცილებლად უნდა ჰყოლოდა. შარლოტას სადღაც მშობელი უნდა ყავდეს. სად არიან ყველა მამაკაცი? ზოგიერთი ფანი ამ თეორიას ძალიან ბნელ მხარეს მიხარს და ვარაუდობს, რომ ცხრების ოჯახის მამაკაცი წევრები შეიძლება დაწყევლილები იყვნენ, რომ რაღაც ყოველთვის ემართებათ მათ, სანამ ეკრანზე გამოჩენის შანსი მიეცემოდეთ. ეს შეიძლება უკიდურესად ჟღერდეს, მაგრამ როცა მთელი ოჯახის ყველა მამაკაცი ნათესავი დაკარგულია, რთულია არ იფიქრო ამაზე. ეხლა მოდით ვისაუბროთ იმ ეპიზოდზე, სადაც ცხრების ოჯახი თითქმის სამუდამოდ ტოვებდა პეპას ქალაქს. სერიაში სუზი მიდის, დედა ცხვარი იღებს სამსახურის შეთავაზებას მსოფლიოს მეორე მხარეს და ის სრულიად მზადაა მიიღოს ეს გადაწყვეტილებება. ალაგებს ნივთებს, ემშვიდობება ყველას და ემზადება ყველაფერი უკან მოიდოვოს. ეპიზოდში არასდროს გვეუბნებიან რა იყო ეს სამსახური, მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო, იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ დედა ცხვარმა ამის გამო მთელი თავისი ცხოვრება თავდაყირა დაეყენებინა. ბოლო წუთს სატელეფონო ზარით ეს შეთავაზება გაუქმდა. და აქ იწყება საინტერესო ნაწილი. როცა სუზი ეკითხება, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ისინი პეპას ქალაქში სამუდამოდ დარჩებიან, დედა ცხვარი პასუხობს, დიახ, მაგრამ მას არ ეტყობა შვება, მას არ ეტყობა სიხარული. ის გავს ადამიანს, რომელსაც რაღაც წაართვეს და სწორედ ამ რეაქციამ წარმოშვა ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი თეორია ამ ოჯახზე. რა მოხდება თუ ის სამსახურის შეთავაზება იმავე ქალაქში იყო, სადაც მამა ცხვარია? რა მოხდება თუ დედა ცხვრის ნამდვილი მიზეზი წასვლისა საერთოდ არ იყო სამსახური, არამედ შანსი, რომ ისევ ახლოს ყოფილიყო თავის მეუღლესთან? და თუ ეს ასეა, მაშინ ვინც ან რაც არ მისცა იმ სამსახურის შეთავაზებას განხორციელების საშუალება, ფაქტობრივად სამუდამოდ გამოკეტა დედა ცხვარი პეპას ქალაქში. მისი სიჩუმე სატელეფონო ზარის შემდეგ უფრო ნაკლებად გავს იმედგაცრუებას და უფრო მეტად გავს ადამიანს, რომელმაც ახლახან გააცნობიერა, რომ ვეღარასდროს წავა აქედან. ეხლა კი აი ერთი საიდუმლო, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს დაკარგულ ნათესავებთან და მთლიანად სუზის ქცევას ეხება. ერთ ეპიზოდში Dr. Hamster's Goo ხეზე მაღლა გაიჭედება და ყველა პერსონაჟი იწყებს ფიქრს, როგორ ჩამოიყვანონ ის უსაფრთხოდ. ყველა პერსონაჟი სუზის გარდა, რადგან სუზის გადათვეთა თავიდანვე მარტივია. უბრალოდ მოჯერი ხე. მოჯერი ხე. თავისთავად ეს შეიძლება უბრალოდ უდანაშაულო ბავშვის ნათქვამად ჟღევდეს, რომელიც ბოლომდე ვერ აცნობიერებს შედეგებს. ქუს, რომელიც მოჭრილი ხიდან ჩამოვარდება, აშკარად დაეშავება, მაგრამ სუზი მაინც ისევ და ისევ სთავაზობს ამას. მაშინაც კი როცა სხვა პერსონაჟები ხეზე ადიან დასახმარებლად და საბოლოოდ თვითონვე იჭედებიან. ამ ეტაპზე ხის მოჭრა მხოლოდ ქუს კი არა, არამედ ყველა იმ ადამიანსაც საფრთხეში ჩააგდებს, ვინც იქაა გაჭედილი. და სუზი მაინც არ ნებდება. მოჭერით ხე. არა! ეს ერთ წინადადებიანი ხუმრობა არ არის, რომელსაც უბრალოდ იტყვიან და მერე დაივიწყებენ. სერია მუდმივად უბრუნდება ამ თემას. სუზი ისევ და ისევ იმავე წინადადებას აღენებს. თითქოს არ ადარდებს, რამდენი სიცოცხლე იქნებოდა საფრთხეში, თუ ვინმე მართლა მოусმენდა მას. რაც აჩენს კითხვას, რატო უნდა სუზის ასე ძალიან იმ ხის მოჭრა? უბრალოდ ბავშვია, რომელსაც ერთი აზრი აქვს და ბოლომდე ვერ უკავშირებს თავის იდეას იმ საფრთხეს, რაც ამას მოხვება. თუ კიდევ რაღაც სხვა ხდება, სუზის მხარე, რომელიც ამ ერთ სერიაში წამიერად გამოვლინდა და შემდეგ აღარასდროს გამოჩენილა, შოუ არასდროს ხსნის მის мотивაციას. ის არც კი აღიარებს, რომ მისი წინადადება შემაშფოთებელი იყო. უბრალოდ აგრძელებს.
რაც არ უნდა იყოს ნამდვილი მიზეზი, სუზის უცნაური აკვიატება იმ ხეზე რჩება ერთ-ერთ ყველაზე შემაშფოთებელ და უპასუხო მომენტად თელ სერიალში. აი ერთი რამ, რაზეც უმეტესობას არასდროს უფიქრია. სუზის ხავს წარმოსახვითი მეგობარი, სახელად ლეო ლაიონი. ის გამოჩნდა ერთ ეპიზოდში და შემდეგ აღარასდროს უხსენებიათ. რაც უცნაურია, რადგან ბავშვები ასე სწრაფად არ ივიწყებენ თავიანთ წარმოსახვით მეგობრებს. მაგრამ ცოტა ხნის წინ შოუში ახალი პერსონაჟი გამოჩნდა, ლორენცო ლაიონი. იგივე სახეობის, ძალიან მსგავსი სახელით. და ამან გამოიწვია თეორია, რომ ლეო და ლორენცო სინამდვილეში ერთი და იგივე პერსონაჟები არიან. თითქოს სუზის წარმოსახვითი მეგობარი რეალური გახდა. რაც ამას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ისაა, რომ ლორენცო ლაიონს გაშორებული მშობლები ჰყავს. რაც შეიძლება პირდაპირ ასახალდეს სუზის საკუთარ მდგომარეობას მამაც ხვართან. თითქოს სუზიმ თვითონაც რომ ვერ მიხვდა, შექმნა წარმოსახვითი მეგობარი, რომლის ოჯახიც მის ოჯახს გავდა. და როცა მეგობარმა როგორღაც რეალობაში გადმოაბიჯა, ისიც იმავე ოჯახური გარემოებებით მოვიდა. ეხლა ვისაუბროთ იმაზე, რაზეც საკმარისად არ საუბრობენ. რამდენად მდიდარია ცხოვრების ოჯახი. დედა ცხვარი ფულზე არასდროს ამახვილებს ყურადღებას, მაგრამ ამის მტკიცებულება აშკარად ჩანს. ერთ ეპიზოდში ცხვრების ოჯახი ფესტივალზე კარავში რჩება, რომელიც უფრო სრულად მოწყობილ ბინას გავს, თანამედროვე ტელევიზორითა და აბაზანით. და იმ ეპიზოდში, სადაც ბებია ცხვარი გადმოდის მათთან საცხოვრებლად, პირველად ვხედავთ მათ სახლს შიგნიდან. ეს საკმაოდ დიდი სახლია იმის გათვალისწინებით, რომ ეს ერთმშობლიანი ოჯახია. და შემდეგ არის მომენტი, როცა სუზი ჩვეულებრივად ამბობს, რომ ნივთების ყიდვა მარტივია. უბრალოდ დააჭერ ღილაკს დედა ცხვის კომპიუტერზე. აშკარაა, რომ დედა ცხვარს ფული აქვს, მაგრამ საიდან მოდის ეს ფული? შოუში ეს არასდროს აუხსნიათ. ერთი თეორია ამბობს, რომ ცხვრების ოჯახის სიმდიდრე მატყლიდან მოდის, რომ ისინი არიან მთავარი მომწოდებლები მის რებიტის მაღაზიებში გაყიდული ყველა მატყლის ნაწარმის უკან. თუ ეს მართალია, ცხვრების ოჯახი შეიძლება წეპას ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ოჯახი იყოს, რომელიც ჩუმად აფინანსებს მთელ ინდუსტრიას გულისებიდან. და შემდეგ არის სუზის ოცნება, რომ გახდეს მედდა. პეპა პიგის უმეტეს პერსონაჟს კარიერული რუმბიციებისთვის მარტივი და მხიარული მიზეზები აქვს, მაგრამ სუზის შემთხვევაში ეს სხვანაირად იგრძნობა. ის უბრალოდ დრო და დრო არ თამაშობს მედდობას. ის ისევ და ისევ უბრუნდება ამ სურვილს, ისეთი სერიოზულობით, რომელიც პირად უგანცდად გეჩვენება. და სერიაში Hospital-ი, როცა პედრო საავადმყოფოში ხვდება, სუზი ამბობს, რომ ავადმყოფებს ძალიან დიდხანს შეუძლიათ ძილი. ეს ისეთი კონკრეტული დეტალია, რომელსაც მხოლოდ ნამდვილი გამოცდილების მქონე ადამიანი იტყოდა, რაც საკმაოდ სევდიან თეორიამდე მიგვიყვანს. რა მოხდება თუ მამიკო ცხვარი არც გარდაცვლილია და არც განქორწინებულია, არამედ საავადმყოფოშია? რა მოხდება თუ ის წლებია კომაშია პეპას ქალაქის გარეთ? ეს ახსნიდა, რატომ ოცნებობს სუზი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე. ის მას ეძებს. ეს ახსნიდა, რატომ იყო დედიკო ცხვარი ასე განადგურებული, როცა სამსახურის შეთავაზება გაჩაიშალა. ახალი ქალაქი შეიძლება ის ადგილი ყოფილიყო, სადაც მამიკო ცხვარს მკურნალობენ. და ეს ახსნიდა, რატომ არის სუზი ასე მიზანდასახული, რომ მედდა გახდეს. და ბოლოს, მოდით ვისაუბროთ დამატებით ოთახზე. სუზის სახლში არის ოთახი, რომელიც მხოლოდ სათამაშოებისთვის არსებობს. არც ერთი პერსონაჟი იქ არ ძინავს. არასდროს არის ახსნილი, რატომ არის ის იქ. პეპას სახლში პეპა და ჯორჯი ერთ ოთახს იყოფენ. სივრცე გამოყენებულია, მაგრამ სუზის სახლში მთელი ერთი ოთახი წარიელია. რატო? ერთი თეორია, რომ ის ოთახი სხვა ბავშვისთვის იყო განკუთვნილი და ყოველთვის მეორე საძინებლად იყო ჩაფიქრებული. სხვა თეორია კიდევ უფრო შორს მიდის, სადაც სუზის ყავს და-ძმა, რომელსაც ჩვენ არასდროს შევხვედრივართ. ვიღაც, ვინც ზოგჯერ სტუმრობს და იმ ოთახს იღენებს. ამაზე შოუს არასდროს უსაუბრია. როგორც ცხვრების ოჯახთან დაკავშირებული ბევრი სხვა რამ, ის ოთახიც უბრალოდ ჩუმად დგას და პასუხს ელოდება, რომელიც არასდროს მოდის. აი ასეა, ცხვრების ოჯახი პეპა პიგის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლოებით მოცულია. ოდესმე გასცემს შოუ ამ კითხვებზე პასუხს. გულწრფელად რომ ვთქვათ, არ ვიცით. მაგრამ როგორც ყოველთვის, შემდეგ ვიდეოში ისევ გნახავთ.